რაც არა გინდეს იგი ჰქმენ ნუზდევ წადილთა ნებასა შოთა რუსთაველიან რაც არ გინდა ის უნდა აკეთო და ეგ არის ქრისტიანი თორე რაც გინდა და რაც ქსიამოვნებს აი დღეს როთვის ხასიათზე გავიღვიძე და კარგად ვილოცე და ეგ არის ქრისტიანობა ხასიათზე რო გავიღვიძე აი რაღაც მარხვის ხასიათზე დავდექი სიკეთის კეთება მომინდა და რომ არ გინდა და რომ გენანება და რომ გეზარება და მაშინ რო აიძულებს საკუთარ თავს ეგ არის და ეგ მოწამეობაზე გადის ეგ საკუთარი კომფორტის ზონიდან გამოსვლაზე გადის და ეგ არის რთული და ეგ არის ქრისტიანობა რომ დაუშვათ გეძნელება რომ ადგე და ილოცო და მაშინ გააკეთებ აი ეგ არის ქრისტიანობა რომ გინდა რომ შენ წახვიდე და მეგობრებთან ერთად გაერთო და მოიხინო და შენი თავს შეიკავებ იმიტომ რომ მარხვა აი ეგ არის ქრისტიანობა და თუ ამას ჩვენ არ ვაკეთებ და მარტო იმას ვაკეთებ რის ხასიათზეც ვართ ეგრე ხან ვართ ქრისტიანობის ხასიათზე და ხან არა ვართ ადამიანი ცვალებადია მაგრამ ეხლა წარმოიდგინეთ ჩვენ რო გვყავდეს მეგობარი რომელიც როცა ხასიათზეა მაშინ იყოს ჩვენი ერთგული და როცა არ არის ხასიათზე არ იყოს ერთგული ქვია მაგას მეგობარი მაგას არ ქვია მეგობარი მეგობარი ის არის რომ უჭირს თუ უხინს ესე იგი ეს სიამოვნება თუ არის სიამოვნება დრო აქვს ამისი თუ არ აქვს მაინც ყველანაირად ცდილობს რომ გვერდში დაგიდგეს როგორც შეუძლია და ჩვენც როგორც შეგვიძლია ისე რომ ბაძავთ ქრისტეს ეგ არის ქრისტიანობა როგორ ამბობს წმინდა გრიგოლ ნოსელი ქრისტიანობა არის ქრისტესადმი ბაძვა იმდენად რამდენადაც ეს ადამიანურ ბუნებას შეუძლია ანუ რამდენადაც შეგიძლია ადამიანს იმდენად უნდა მიბაძო და ჩვენ თუ არ გადავწყვეტ რომ ვიყოთ ქრისტიანები მაშინ სულტყუილია ნებისმიერი ადამიანის ძალდატანება მაგრამ ჩვენ თუ გადავწყვეტ რომ ვიყოთ ქრისტიანები მაშინ არავის ძალდატანება არ დაგჭირდება ჩვენ საკუთარ თავს თავად ვაიძულებდით და რადგან ვაიძულებდით ქრისტეს ცნებისამებრ კიდევაც მივიტაცებდით იმას რაც ჩვენია რაც ჩვენთვის შეიქმნა სასუფეველი როგორ ამბობს უფალი მარჯვნივ მყოფებს როგორ ეუბნება რომ მოდითო და დაიმკვიდრეთ საუკუნიდან თქვენთვის გამზადებული სასუფეველი უფალმა სწორედ ადამიანებისთვის გაამზადა იმიტომ ვთქვი რომ ეს ჩვენთვის არის შენთვის რაც არის შენ წილს მიიტაცებ სხვისას კი ვერ მაგრამ იმას მიტაცება ჭირდება იმას მოპოვება ჭირდება იმას შრომა ძალდატანება ჭირდება საკუთარი თავის მიმართ და მაგის გარეშე ქრისტიანობა უბრალოდ არ არსებობს